კანდეის ოუენსი ახლა დაბრუნდა ბენ შაპიროს თემაზე, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი პრობლემა. და ბენ შაპირო არ იკავებს თავს, როცა ახალ ბომბას აგდებს კანდეის ოუენსზე, ყველაზე ბენ შაპიროს სტილში, როგორც კი შესაძლებელია. მიუყვარს ეს კაცი. მეგობრებო, მართლა არ მჯერა რომ ჩემი ცხოვრება აქამდე მივიდა. მას შემდეგ რაც თაკერ კარლსონის რუსული რომანი X-ზე ჩემ შესახებ დავაბათილე, ეხლა აქ ვარ და ვადევნებ თვალს, როგორ შეუძლია კანდეის ოუენსს სისულელეების გაფიდვა ისე, თითქოს ეს სამყარო საიდუმლო გამოცხადებაა. დაიმახსოვრეთ, თუ ჩალენჯს ვერ ამჩნევთ, მაშინ სკვერპლი თქვენ ხართ. თუ ჩალიც ვერ ამჩნევთ, მაშინ მსხვერპლი თქვენ ხართ. მოგესალმებათ Pushback, მე მირაკეი ვარ, თქვენი წამყვანი. დღეს აქ ვართ, რომ ინტერნეტში სიგიჟეს დაუპირისპირდეთ და ამას ბენივით არავინ აკეთებს. არა მარტო ყოველთვის უნდა შევამოწმო ორჯერ სწრაფად უყურებ თუ არა მას, არამედ ის ძალიან გასართობია, ის სასაცილოა და სიტყვებით ისე კარგად თამაშობს, რომ ყოველთვის მიზანში არ დღამს. და მორჩა კენდეს ოუენსის თემაზე თავის შეკავებას მორჩა. ხო და დავიცვათ. ძალისყო ძალიან ნერვიულობ ამ ქვეყანაში ფლანგვის, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების გამო. ძალიან ნერვიულობ. განსაკუთრებით მაწუხებს კენდეს ოუენსი, რომელიც როგორც ჩანს, თაღლითებმა $10,000 გადააგდეს. ვინც გამოტოვა, კენდეს ოუენს ახალი თეორია აქვს. ყველა ჩართული იყო ჩარლი კირკის მკვლელობაში, გარდა ჩარლი კირკის ნამდვილი მკვლელისა. და ბოლო დროს ცდილობს მეც ჩამოთოს ამაში. ეს მე ვიყავი. როგორც ჩანს ეს მე ვიყავი. რადგან როგორც ჩანს, ჩემი ფენომენალური ღმერთის მსგავსი ძალები არა მხოლოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკას მოიცავს, არამედ ჩარლი კირკის მკვლელობასაც, კანდეის ოუენსის თქმით. მიყვარს ეს, ხო, ასეა. როგორ ახერხებს ის, რომ კანდეისი ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ბენზია შეპყრობილი და ბენზი ისეთ მნიშვნელოვან და საოცარ სტანდარტზე აყენებს, თითქოს მას ჯადოსნური ძალები აქვს. შეუძლია ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოს, ის ისე კარგად დაგვრცინის, მართლა ძალიან კარგად გამოსდის. ჰეი, მას აქვს თეორია. თეორია ისაა, რომ ჩარლის გარდაცვალების დღეს სადილად შევხვდი ვიღაცა ძალიან ბოროტ ადამიანს. ის ამას იმიტომ ამბობს, რომ პოდკასტში, როცა ჩარლის სიკვდილზე ვსაუბრობდი, თქვი რომ სადილზე ან საუზმეზე ვიყავი. სინამდვილეში მგონი გვიან საუზმეზე ვიყავი, როცა გავიგე რომ ჩარლი დაჭრილი იყო. ეს იყო გვიანი საუზმე, რადგან დასავლეთ სანაპიროზე ვიყავი და ამიტომ მან $10,000 ჯილდო დააწესა. არ გეხუმრებით იმ ადამიანისთვის, ვინც ატყვის, ვისთან ერთად საუზმობდი ან სადილობდი. გუშინ მან გამოავლინა ვისთან ერთად სადილობდი, ან როგორც ჩანს ეგონა რომ გამოავლინა. აი რა თქვა მან, არ მჯერა რომ ასეთ სამყაროში ცხოვრობთ, არ მჯერა რომ ეს არის ის სამყარო, სადაც ახლა ცხოვრობთ. გარდა იმისა, რომ სასაცილოა $10,000 თავაზობს იმის გასარკვევად, ვისთან ერთად ისადილა ბენ შაპირამ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ვინმე ჩვეულებრივ რო აკეთებდეს ასეთ რამეს, ეს იქნებოდა ისეთი უცნაური, ისეთი არანორმალური, ისეთი უცნაური, მაგრამ აქ თითქოს სიმართლის სახელით, აუცილებლად ბენი უნდა პროფილიყო, ის უბრალოდ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. ვინც დღეს უფრო მეტ სკანდალს მოუტანს, უბრალოდ ყველაფერს ხრის და მე ბენთან ვარ. უბრალოდ არ მჯერა რომ აქ ვართ. ვიძებს გავაანალიზოთ ადამიანის ფიქრები, რომელიც აშკარად არ არის ნორმალური. სინამდვილეში ბევრი ადამიანი, ვინც აშკარად არ არის ნორმალური. აი სადამდე დავეცით შეერთებულ შტატებში 2026 წელს. აი კენდის ოუენსი. მაგრამ იმ ადამიანმა, ვისთანაც ბენი იყო, თითქოს სხვებსაც უთხრა, რომ ის ბენთან ერთად იყო, როცა ჩარლი კირკი დაჭრეს. ეხლა ჩვენ ვერ შევძელით დაგვედასტურებინა, ისინი საუზმეზე იყვნენ თუ სადილზე. მხოლოდ ის ვიცით, რომ ისინი ერთად იყვნენ. ისე მოსაწყენია და ის ადამიანი კაცია, სახელად გარი ჯავიჩი. ბენი, როგორც ამბობენ, გარი ჯავიჩთან და ჯერ კიდევ უცნობ ქალთან ერთად იყო, როცა ჩარლი კირკი დაჭრეს. ეხლა გვაქვს ძლიერი ეჭვი, ვინ შეიძლება იყოს ის ქალი, მაგრამ უმჯობესია ზედმეტად არ ვივარაუდოთ. ასე რომ გარი ჯავიჩი ალბათ ის ადამიანი არ არის, ვისაც ოდესმე გსმენიათ. რა თქმა უნდა, რატო უნდა გამოვთქვათ აქ რაიმე ვარაუდი? ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ არ ვივარაუდებთ არაფერს. ჩვენ მხოლოდ მყარ მტკიცებულებებს ვაწვდით ყველას. არიცით? განა არ გაქვთ შესაძლებლობა შეხედოთ ყველა იმ საოცარ მტკიცებულებას, რომელიც აქამდე მოგაწოდეთ. თუ ებრაელი არ ხართ და ებრაულ თემში არ ხართ ჩართული, მაგრამ ის ნამდვილად ძალიან ცნობილია. სინამდვილეში ძალიან გავლენიანიც. და ჩვენ შევაფასეთ მისი იდენტიფიკაცია. ეს იდენტიფიკაცია როგორც სავარაუდო. დავადგინეთ, რომ ეს ალბათ მართებული იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ბენი იმ სექტემბრის დღეს ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. Win. რა? Win არის ეს ქალი? რა მოხდა ახლა? თუ ეს იყო გარი ჯავიჩი. Win. რა? თუ ეს იყო გარი ჯავიჩი, ვინც ეს შეატყობინა, რომ $10,000 ჯილდო აიღო კენდეს ოუენსისგან, მაშინ კენდეს ბოდიში უნდა შეგატყობინო, რომ მოგატყუეს.
სინამდვილეში ყოველ ჯერზე როცა კენდასი გამოიცნობს, ვისთან ერთად ვსადილობდი და შეცდება, მე $10,000 გადავრიცხავ ჩარლი კირკის შვილების განათლებისთვის. ასე რომ ახლა მე ვალდებული ვარ, გამომიგზავნეთ $10,000. მგონია რომ ამის ბოლოს ის გამაღატაკებს. Gary Job. კარგი, ასე რომ არ ვიცი ეს ვინ არის. საერთოდ. ბევრ ადამიანს ხვდები, ძალიან ბევრ ადამიანს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ Gary Javitchi. ეს ის ადამიანი არ არის. ეხლა კანდისთან ერთად დამოცნობანას ვითამაშებ, რადგან ეს იმდენად სულელურია. არ მჯერა, როგორ იქცა ჩემი ცხოვრება ასეთ სისულელედ. აი აქ ვართ ეხლა. ეს გიჟი ეხლა დადის და ვარაუდობს, რომ შემთხვევითი ადამიანები ის ხალხია, ვისთანაც საუზმე მქონდა იმ დღეს, როცა ჩარლი დაჯვეს. აი აქ ვართ ეხლა ცხოვრებაში. იცი რა მომტანს ამაში? ის სინამდვილეში არ გეუბნება ვისთან ერთად ისადილა, რადგან გულწრფელად რო თქვა, ეს არავის საქმე არ არის და მკვლელობასთან კავშირი არ აქვს. შეტყვი სად ვიყავი, როცა ჩარლი კირკი მოკლეს? საწოლში. იმიტომ რომ უყურებდი სანამ ძილის წინ სოციალურ ქსელებში ვათვალიერებდი სიახლეებს. რაც ძალიან ცუდი ჩვევაა და არ უნდა გააკეთო, მაგრამ მე საწოლში ვიყავი. და ის ფაქტი, რომ ჩარლი კუკის სიკვდილის შესახებ საწოლში გავიგე, არაფერს ნიშნავს. უბრალოდ იქ ვიყავი იმ დროს. და ბენის სადღაც ყოფნა და ვიღაცასთან ერთად ლანჩის ან საუზმის ჭამა არაფერს ნიშნავს. აქ ვართ ეხლა. და ამას უამრავი მსმენელი ხავს. ხალხს როგორც ჩანს ეს ისუელე მოსწონს. კარგი ძმაო. კარგი. ესე რომ ცდები, ეს Gary Javitchi არ იყო. კიდევ ვცადე. Gary Javitchi საერთოდ არ ვიცი. Gary Javitchis შესახებ არასდროს მსმენია. თუ შემთხვევით შევხვდი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვერ დავადასტურებ ყველა ადამიანს, ვისაც ოდეს მე შევხვედრი ვარ. შესაძლებელია? არ ვიცნო მას. არასდროს მისაუზმია მასთან ერთად. არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის იმ დონის გენიალური მასალა, რომელსაც ირებთ, როცა უსმენთ Candace's shows. გენიალური დონის რაღაცეებია. თქვენ იღებთ მის ვარაუდებს თუ ვისთან ვისაუზმე. სად ჯამე. მინდა ვიცოდე სად ჯამე და რა ვჯამე და იყო ეს ჩემთვის კარგი თუ არა. რა მეცვა? ჩემი ფეხსაცმელი ისპერი იყო? რას ვაპარაკობ საერთოდ? ბორდოსპერი ფეხსაცმელი მეცვა? კენდის? აი აქ ვართ ეხლა. და ხალხი იმდენად წარმოუდგენლად სულელია, რომ ამ ადამიანს სერიოზულად იღებს. ეს სიმართლეა. ისინი იმდენად წარმოუდგენლად სულელები არიან, თითქოს საერთოდ არაფერს ნიშნავს ეს ყველაფერი, არაფერს ნიშნავს ვისთან, ან როდის საუზმობდნენ ეს ადამიანები და რატომ და რა. და ის აქ არის და უბრალოდ აფრქვევს. მე მოვიფიქრე ეს სახელი და ეს არის მტკიცებულება, მაგრამ ეს არაფრის მტკიცებულება არ არის. ეს არაფერია, ეს დამღლელია, მოსაწყენია, სულელურია და საცოდავია. და სინამდვილეში მართლა მიხარია, რომ ბენმა არ თქვა ვისთან საუზმობს. მიეცი უფლება გამოიცნოს. მოდით ბენის საუზმე გავხადოთ ჩვენი ეპიზოდის მთავარი თემა და ყველაფერი სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. უბრალოდ რამდენად დასრულებულია ეს ქალი. მადლობა თუ ამ საკითხში მოსამართლე ხართ.